სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალხოში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ერთი კვირის შემდეგ ვიდე ვიდეოს ბოდიში მინდა მოვიხადოთ უკვე ერთი კვირა ძალიან დაკავებული ვარ მეგობრებო, ამიტომ ვერ გადავიღე ვიდეო. დღესაც კი ფერმაში არ ვარ, ისევ საქმე მაქვს და ვთქვი ამჯერად საქმე შორის გადავიღებ ვიდეოს. ოსტატო, სალამ ალეიკუმი. ეთილიკო შენი მოგზაურობა. მოგესალმებით, როგორ ხარ? კარგად ვარ, მეც მადლობა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. მეგობრებო, დღეს მერტ უსტას სახელოსნოში ვართ. იცით, წინა ჯერზე ის ჩვენს ფერმაში იყო მოსული, ძაღლები უკვებეთ. მასაც ყავს ძაღლები და დღეს გადავწყვიტე რომ თქვენთვის ისინი დამეჩვენებინა. თან ჩვენი ტოლოსის დავივიწყეთ. კარგა ხანია ტოლოსი არ ვინახავს. დიახ. მასაც ჰქონდა საქმეები, ისიც შემოვიყვანეთ გასაკეთებლად. ეხლა დღეს აქ პოპ ყველა ძაღლს გაგაცნობ და გაჩვენეთ. თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს. მისთვისაც ნუ გამიტეხთ გულს. გააკეთეთ სიკეთე. თუ ამ ვიდეოს მოიძონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენგან თხოვნა მაქვს. ნუ გამიტეხთ გულს, გააკეთეთ სიკეთე. მოიწონეთ, არ დაიზაროთ მეგობრებო. ეხლა ნელა მოგვიყევი ამ ძაღლების შესახებ. აქ თავარი მაილო არის 10 წლისა. 10 წლისა, უფრო დიდია. 10, 12 ან 13 წლის უნდა იყოს. აქ თავარი სწორედ ეს არის. ეხლა ის მაილო და დოგოა. დოგო არგენტინო. სტაბილიზებულია, რეგისტრირებულია. წერმიზებულია. და მე დოკუმენტი აკლია. არა, ყველაფერი წესრიგშია. ყველაფერი წესრიგშია. ის როგორც აქ ამბობენ, ამ ადგილის უფროსიცაა და მასკოტიც. დიახ. აქ ყველა მოვაჭრე ამას უყვარს, ეს სამრეწველო ზონაა მეგობრებო. აქ ყველა ცხოველებს უყვარს, არავინ არ განიკითხავს. რა თქმა უნდა, არავის არაფერი გაუკვირდება. ისე უყურებენ როგორც შვილს. ჩემი ოსტატი მეთვა გაუმარჯოს, სულ ამბობს, შენს ვიდეოებს უყურებ, მიყვარს ცხოველები ამბობს. კაცმა თავისი მაღაზია ძაღლებით აავსო. დიახ. გუში კი არა, იმის წინადღესაც ერთ ადგილას მისასუნად წავედით, ხო ასეა? დიახ. ფერმის მოსაწყობად ერთ ადგილსაც ვნახეთ. ეხლა დღეს ვთქვი, მოდი ყველას გაჩვენებთ მეთქი. ეს მაილოა, 12 წლისაა. ცოტა გაასეინე, ნახე, მისი დიდებულება ახლოდან გადაიხი. მეგობრებო, ნახეთ, მაილო, გითხრათ რამე. არფა ძალიან ლამაზი ძაღლია. გუშინ ერთი სიამოვნება შემდგა. თქვი, მოდი მაილო მოვეფერო მეთქი. ასპინძენმა მითხრა, მოეფერეო. უცებ მივედი, უცებ დამეტაკა, თითქოს დამტბინოს. ეხლა ამ დოგოებში ზოგადი თვისებაა, ჩვენი დაისონიც ასეთია. თუ უცხო ხარ, ზედმეტად არ უნდა მიეკარო, ხო ასე? დიახ. თუ მიხვიდე და უთხრა, მაილო, სიმპათიური ბიჭი ხარ, ნახე, ის შენ შეგიყვალებს. თუ მიხვიდე და შეეხები, მოეფერები, ეგრე რომ გააკეთო გრუხუნებს. თვითონ ძვლის გადავრჩი. მეორე უფროსიც აქ არის, მაქსი, ისიც კარგი ქეინკოსოა, 1.5 წლისაა. ბლუ. ეხლა ალიჩხუბონა. ეხლა მაქსსა და მაილოს შორის დიდი ლიდერობის ბრძოლაა. მაილო ასაკის გამო ავტორიტეტს ამყარებს მაქსზე. მაქსი ცოტა ეშინია მისგან, მაგრამ ხანდახან მაინც ეჭხუბებიან, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. ხანდახან ეჭხუბებიან, მაგრამ მე მაგალითად მოიცა, მაქსი მოვეფერო. მაქს, მოდი მაქს, მოდი შვილო, მოდი. მოდი ჩემი ლამაზი ბიჭი. ნახე, ამ მაქს ძალიან უყვარვარ. ვაი შვილო, რასაკეთებ? არა, ის სინამდვილეში თამაშობს. თამაშია ეგ, დაწმუნებული ხარ? არ გააკეთებს. ის ხო ჯერ კიდე ბაჭია, სულ 1 წლისაა, 14 თვე თუ ექნება. არ დაგვეკარგო, ჰა? არა. მაქს, ნახე, ეს მაქსი ძალიან ჭკვიანია, ძალიან მშვიდია. წინა ჯერზეც დაიკარგა. 2-3 დღე ვეძებდით, ქალის სულს აყვა და გაქრა, დღეების განმავლობაში აქ დავკარგეთ, ბოლოს ვიპოვეთ, მადლობა ღმერთს. ძალიან ჭკვიანია. უბრალოდ ამის ცოტა ეშინია. ეხლა ძაღლი უკვე ასაკშია, ძალიან დომინანტურია. დოგოები ძალიან დომინანტური ძაღლები არიან. მაგრამ ეხლა უკვე ასაკი აქვს. როცა ჩხუბობს, შეიძლება ძალიან ძლიერი აღარ არის, მაგრამ მაინც ლიდერობას ართმობს. ხომ ამბობენ, მგელი რომ დაბერდება, მაინც მგელია. ზუსტად ასეა აქაც. ამასთან ერთად ერთი კანე კორსოს ლეკვიც ყავს, კიდევ რამდენიმე ძაღლიც არის, ცოტა ხანში მათაც გაჩვენებთ, ყველას ნახავთ. მოდი ახლა მანქანას გაჩვენებ. აი ჩვენი სამაცობა. ჩვენი მემკვიდრეობა. ჩვენი მუდმივი ფასეულობა. ყველაფერი ჩვენიაო, ეს თოროსი ხო არ უნდა დავივიწყოთ. ამა რამდენი რამე გადაიტანა ჩემთან ერთად. საიდან ყოფილვარ მასთან ერთად, რა არ გამიკეთებია. ეხლა ქვედა ნაწილში პრობლემა აქვს, მეგობრებო. დღეს მივიყვანე და მოვიყვანე. რას უკეთებთ ოსტატო მანქანას? ანუ ქვედა ნაწილებს თლიანად გადავხედავთ, ყველაფერს თლიანად შევცვლით, ნაწილებიც უკვე ვიხიდეთ. ცოტა ავწევთ მანქანას. ხო, მე ცოტა თაში წასვლა მიყვარს, კარგი, ქვედა თის მანქანა. გაფუჭებულ გზაზე რო წავედი, ცოტა ქვედა ნაწილი გაფუჭებული იყო წინა ჯერზე. საკმაოდ თუ გზებზე წავედი. ძაღლებს ასეირნეთ, ანუ ცოტა ავწევთ, ქვედა ნაწილებს დაუკეთებთ, რომ კიდე უფრო ნაკლები პრობლემა იყოს. არ გვაწმედინოს. დიახ. მოდი ნახე, შიგნის მოვაწესრიგე, შიგნის ვაჩვენოთ.
ოიცადე მომეცი მე გადავიდებ შიგნით. შიგნიც კარგად მოვაწესრიგე მეგობრებო. მაშალა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტოლოსით. როგორ გავაღებთ კარს? კარს ვერ გავაღებთ. მოცავირებთ. ხელის მუხრუჭი ნეიტრალშია. კი. შიგნითაც გაჩვენებთ, იმიტომ რომ ვიფიქრე იქნებ მანქანა გავყიდო ნახეთ მაინც, მაგრამ თქვენ ახლა ღმერთო მანქანაც არ წავიდეს, ნახეთ შიგნით ესე გავაკეთე მეგობრებო, ჩვენ არ დამიმთავრებია, მაგრამ ხედავთ ჩვენი სავარძლები, ყველაფერი ასია, გადაკრულია, იატაკიც, ცოტა დეტალში შევა, გასაცმენდია, სავარძლები და ასე შემდეგ 10-იანზე გამოვიდა. აი ესე როგორც ხედავთ, შიგნით ძმაო შესანიშნავია, მანქანის ძრავში და ასე შემდეგ არანაირი პრობლემა არ არის, ხო? არა. სავალაზრში გადაცემათა კოლოფში საჭეში ისედაც პრობლემა არ არის, უბრალოდ ჩვენი ტაიფუნაგა ცოტა წუმია, ძალიან უფრთხილდება თავის ნივთებს. ამიტომ ძმაო, ნივთი ადვილად არ იკიდება. რა თქმა უნდა, სწორად ამბობ. ამიტომ ადვილად არ იკიდება. სულაც შევალთ შიგნით. ოუსმინი 91 წლის მოდელია. ჯერ ერთხელაც კი არ დაუყენებიათ LPG ამ მანქანას. ფუში როდმანაზე ვიყავით, გახსოვს ინსტრუმენტები გვენახებინა, რა თქვა იმ კაცმა. ასეთი კიდე დარჩა, თვითონაც გაკვირვებული. მანქანის შასებიც კი მთლიანად ახალი დავაყენე. ხო, შასები, ზამბარები, ყველაფერი ახალია მანქანაში. სინამდვილეში ამა დრო უკვე გასულია, მაგრამ ტაიფუნაგა ცოტა ფრთხილია და არ ამთავრებს. არც დავამთავრებთ ბოლომდე. ჩვენ გავაგზელებთ. ძმაო, მე მიყვარს ეს. რატომ მიყვარს? იაპი შესანახია, ყველგან იპოვი. ხელოსანიც ყველგან არის. რა თქმა უნდა. სოფელში, მთაში, ბოლძო შეკეთება მარტივია, ხო გაიგე? უმსახურე მანქანაა, საწვავს ცოტაც ხარჯავს. შეერთხელაც კი არ დაუყენებიათ გაზის სისტემა. ეს ტაქსიდან ამოყვანილი არ არის. ორიგინალი ქარხნული ყვითელია, საღებავი თლიანად ძველი იყო, ამიტომ თავიდან ბოლომდე ახლიდან შეიღება. მოდი უკნიდანაც გაჩვენოთ. ამიერიდან ძაღლების საქმეს ვტოვებ, ავტოგალერეის საქმეს ვიწყებ. ახალი სფერო წარმატებული იყოს. ნახე ეს ბამპერებიც რამდენიმე დღის წინ ნაცრისფერი იყო, კარგად შეუღებით შავად. ფერი, ყველაფერი 10-იანი დისკები აქვს და ასე შემდეგ. საოცარი მანქანაა. გაკიდო ამინდა, თქვენ როგორ ფიქრობთ? გავყიდო თუ არა, მეგობრებო, რა სიტყვით? თუ ვინმე გამოჩნდება, ვიც დააფასებს და კაცურად მოვლის, მივიცემ, იმიტომ რომ ამ მანქანაზე ბევრი ვიშნომე, ხო იცი? დიახ. დილით 8 ნახევარზე დაურეკე კაც. ჯერ კიდევ ვიცვა უთხარი ოსტატო, რა მოხდა ჩვენი მანქანის საქმეზე. საწოლიდან ავაყენე და აქ მოვიყვანე, თვითონ დაითვალეთ, ხოლოდ იმისთვის რომ ქვედა ნაწილი გაგვეკეთებინა. შევხედავთ, ასეთი განზრახვა მაქვს, სხვებსაც ვნახოთ. მოდი გაჩვენოთ. საღლები, აი მაილო მინდა ვიდეოში ცოტა მოვეფერო. მაილო, მოდი თუ ის უნდა მომეფეროს. მეგონი მან უნდა მომეფეროს, ანუ როცა მე აქ ვარ, ცოტა უხერხულად გზნობს თავს. ასე რომ დგას, მოგატყუებთ ახლა ესე დგას, მაგრამ ხელს რო გავწვდი, მაშინ ლაკეფას დაიწყებს და გაბუსყავს ბეწვს. რადგან დარაჯი ძაღლია. ძალიან ლამაზია. კიდევ ასე უთხარი ოსტატს, ეს დამესხა თავს, გავბრაზდი, ხომ გესმის უთხარი, კარმოსთან ერთად მოვალაკ, ხომ იცი მეთქი. დიახ. გავბრაზდი ასე, შიგნიდან ვიწოდი. ავიდეო ზმაო, კარგი მოწონება დააჭირეთ. ბევრს არაფრით არაფერს ვითხოვ. 8000 მოწონება მოვიდეს კარლოს აქ მოვიყვან. მოდით გავაცმოთ ესენი ერთმანეთს. ნახოთ ვინ უფრო ძლიერია. მაინტერესებს. შეძლებს თუ არა მაილო ჩემთან პონდაობას, მაგრამ ძალიან სიმპათიური ძაღლია, მოიცა. ახედა, ინახე. ტაისონიც იგივეა. თუ მოეწონები ხელსო გაუწვდი, მაშინვე დაგიჭეს. დიახ. ასეთები არიან. დიდად დობას ვერ მიჩენე. კიდევ კანარჩენი ძაღლები როგორები იყვნენ? დანარჩენებიც არიან კანკორსო ბლუ, ანუ კანკორსო მასტივ, ჯერ მხოლოდ 3 თვისა. ხო. კიდევ ერთი ჩივავა მყავს? აქ კიდევ ერთი მდედრი ჩივავა მყავს. კაბჭი. სოფელში კიდევ ერთი კოკერი მყავს. იქაც არის იმ კანეკორსოს ძმა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, მამრია. მოდი აბა. ისედაც მიყვარხარ, მაგრამ როცა ყვებით, კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ. მადლობა გმეთვა დაბლოცოს. ასე ხდება ანუ. როცა ესეთ ადამიანებს ცხოველების სიყვარულს უნერგავ, გეფიცებით, ძალიან ბედნიერი ხდები, მეგობრებო. აქედან ჩვენს პატარას ერთი გამოვიდეს, ნახეთ რა ლამაზია, მოდი აქ. გოგოა ხო? გოგოა. შილო მოდი აქ. მოდი აქ, ნახე, შეხედე ამას. მაშალა, ზუსტად რამდენი დღისაა ახლა? 106 დღისა. 106 დღისაა, მაშალა. მეგობრებო, აღნაგობა, განვითარება, მაშალა, ძალიან კარგია. შვილო, ძალიან ჰიპერაქტიული ხარ, გაჩერდი. კარგად გადაგიღებ, გაჩერდი. ხელსაბამი ძალიან გიხდება, სახელიც გეძახის გეჯე, ჩვენი გეჯედან. მაშალა, ჩემს გოგოს ძალიან ლამაზია ძმაო. აქაც გვაქვს სიურპრიზის კვეცხი. ხო, მე გუშინის ჭილად მოვითხოვე. მოდი შვილო. ეს თქვი, მომეცით მეთქი შეხედე რა ლამაზია? ესეც ალბათ ორსულა და ასე ვფიქრობთ, ანუ არ ვიცი, მაგრამ მომეცი ერთი ნახო.
ასე ვარაუდობთ. ეს ჩიჰუაჰუაა რა. ჩიჰუაჰუა. შილო რა საკეთებ? ნახოთ ვისთან დაახლოვდი, მაქსთან ხო? იცინის არესთან და პრინცესესთან არ დაახლოვდა. პრინცესად მხოლოდ ეს არის. დიახ. წვილდებიან ხო ასეა? დახლოვდებიან, რა თქმა უნდა. ვერ გავიგე როგორ დაახლოვდნენ. შეხედე რა ლამაზია. ესეც ჩიჰუაჰუა, უშინ უთხარი. ეს მომეცი მეთქი. მე ძალიან მიყვარს ეს ფინო ძაღლები. ისინი ძალიან ედგულები არიან პატრონის მიმართ და ძალიან ჭკვიანებიც არიან. ეხლა გახსოვს ტინაჯერზე ალექსიან კარლოსი რო ქლოვე შენგა. მოდი ეხლა გახსულა გავაკეთოთ. კარლოსი რო გავცვალო ამაზე. რა სიტყვით მეგობრებო, კარლოს გავცვლი და ამას ავირებ. ყველაზე დიდს გავცვლი და ყველაზე პატარას ავირებ, თო? შვილო, ავიღო შენ თუ კარლოსი გავცვალო. ძალიან საწყალი ჩანს, დავტოვო ეს თუ დავაბრუნო. რა თქმა უნდა დავაბრუნო თავის ადგილზე, ის ეხლა ოსულა და ცუდად ნუ მოვექცევით ხოვებს. თავისუფლად გაზარდოს. ისე რომ სხვა დიდმა ძაღლებმა ზიანი არ მიაყენო. არ ჩაკეტო ის. არ ჩაკეტო. მოდი ცოტა ვითამაშოთ მასთან. მოდი მოვიდეს ჩვენთან, იყოს ჩვენთან. ჰა? მამა, ამას საყელო არ აქვს. საყელო სად არის? მოიცადე, ნახო, მოიცადე. საკელო მოიხსნა, ერთი საკელოც ალიჩერებს, ვერ შევაჩვიე მართლა. გაგლეჩე, ნახე, მააშალა რა. მოიცადე, ბიჭო, ქუთუბს გაგლეჩი. უკვე გაგლეჯია. გააგლიჯა. მოიცადე, შვილო, მომავალში რო გაიზრდება, ლეგენდა იქნება. ხო, ეს ყელსაბამი ალბათ გაცდა პატარა ამისთვის. იზრდება ანუ. არა კაცო, აკოფილა ეგ. მაგრამ პონი მოსწდა, ხო? მოსწდა. დიახ. აი როგორ იზრდება, ძალიან ხარისხიანია. ეს დიდი ეხა შენი არის? არა ძმაო, შენთან იყო. ამის ძმა ჩემთანა. ესეც კამერით გადამღებ ჩვენს მეგობას მივეცით. იდუცავ ძმაო, ძალიან გაგიარჩევანი გაგიგეთებია. ისინი ჩვენაირად ძალიან უყვარ ძაღლები. ყველას არ ეძლევა, ხო იცი? არ ეძლევა რა. ფას რო იცის, იმ ადამიანს უნდა მისცე. ფას რო იცის, იმას აძლევა. ძაღლი ძალიან მომეწონა, მაგრამ გაიზარდოს და კარლოს მიუყვანე, კარლოსთან დავაცმილებთ. ეხლა მე კარლოს ძალიან არ ვენდობ. კარლოსი ძალიან შთამბეჭდავია ძმაო. ანუ ის, მაშალა, როგორია, საიდან მოვიდა, როგორ წავიდა, იმას თუ მოვატყუებ, შენ ვერ მოგატყუებ. გუშინა მოგდა კარლოს. სიცოცხლის ბოლომდე რო ტოროსი ვაკეთო. კარლოს ეუნება 5 მილიარდი მოგცემო მე მითხრა. არა მეთქი არ მივცემ. ტოროს სიცოცხლის ბოლომდე ვაკეთეთ. ტოროსი ისეთი არ არის, მანქანა თავისთავადა. ასე რომ არ მივცემ მეთქი უთხარი მეგობრებს. როგორ შემოთავაზები ვერ გავიგე. არ მივცემ. 500 მოგეცით, არაძლევ. არ მივცემ. 500 თავი დაანებე, 600 მომეცი, მაინც არ მივცემ. გააგე. ტოროსი თელი ცხოვრება რო ვაკეთო, მაინც არა. მეორე მანქანასაც რო ვაკეთო, მაინც არა. აბა რას ვიზამ? ეხლა შვილი როგორ უნდა მისცე? როგორ უნდა მისცე მეგობრებო? კაცი გაგიჟებულია 5 მილიარდს ითხოვს. უთხარი არა, არ ვაძლევ მეთქი. კარლოსზე ბიჟდები. მოდი. გეჯე, მოდი შვილო. მოდი ლამაზო, მოდი. აშალა შენ. სხვა დიდები ესხმიან მას თავს. არა. მაქს, მოდი. მაქს. მოდი შვილო, მოდი. მოდი მაქს, დღეს კარლოს მოგიყვან, ნახე. მაქს, დღეს კარლოს მოგიყვან. ისე მაქსი ძალიან საყვარელი ძაღლია, ძალიან მიყვარს ისიც. საერთოდ არ ესხვის თავს. ალბათ 13 თვის უნდა იყოს. ანუ იმას მომიაქცე ყურადღებას 14 თვის თქვი. არა, მართალია 14 თვისაა, ხო ასე? ანუ ერთი წელი უკვე გადაცდა. აი ესეთი რაღაცაა. საწარმოში როგორ უნდა გამოკებო, რომ აგრესიული იყოს? აგრესიული არც უნდა იყოს საერთოდ. ხო, არ იყოს. არავის არ დაესხას თავს. ეს ლეკვიც ახლა იგივეა, ნახე, ესენი მეგობრები არიან, ძალიან დიდი, imposing, ძლიერი ძაღლები. როცა აგრესიულები არიან, მათი გაკონტროლება რთულია. ახლა კარლოს მოვიყვანთ და აქ. ისედაც ავზრდით. ხო, კარლოს რო გაუშვო, აქ როგორ გააკონტროლებ? რა თქმა უნდა, მე ხო იმ დროს ავმახი. აი ხო გითხარი, ვერ გააკონტროლებ მეთქი. სწორად ვი. თორე სამრეწველო გარემოში ვერ შეინახავ. აი ესეთი მშვიდები და ჭკვიანები რო არიან, უფრო კარგია. ლაქს, მოდი შვილო. იცი რატო შორდება მაქსიმას? ლეკვს რო ზიანი არ მიაყენოს, დიახ. ძალიან ჭკვიანი ძაღლია. ძალიან ჭკვიანები არიან, მართლა. შვილო, ჯერ კიდე ფერმაში წასვლამდე დამასვარე მართლა. ძალიან ჭკვიანია. შვილო, ეს მომეცი ძმაო, მომცემ. ჩემს ძმას ხედავ? შვილო, ასე უწებ იოლად აძლევ. ფისტიკის ლეკვებიდან ერთს მოგცემ. ან პრინცესასას. შენ ეგრევე ბატონზე მიეცი, მოიცა ერთი. შენ მაგის ნაცვლად მე მოვაგვარა. ოსტატვა საქმე იცისო? არა, იშალა ნასიბი იყოს. ეხლა უკვე იცით. ნორა დავაწვილეთ, ზეინა დავაწვილეთ, მაგრამ არ გამოვიდა. იშალა ნორასაც ერთორთან დავაწვილეთ, თუ კაგლეკორს მივირებთ. ასე რომ, კანე კორსოს ლეკვები მყავდეს და ერთსაც კი არ გავკიდო. ყველას თვითონ გაზადას ვაპირებ, ძმაო. სულ ამაზე ვარ გადართული. როტვეილერის სტატუ მაქვს, პიტბულისაც მაქვს. მალე კანე კორსოს სტატუს გავიკეთებ. იდენად მიყვარს ესენი, იმიტომ რომ ნამდვილი საოჯახო ძაღლები არიან, შეხედე.
ეხა მე საერთოდ არ მაქვს დატო. მაგრამ კარლოსისთვის სტატუსს დავიკეთებდი. გააგეთებ. ეხლა უკვე ყველა შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ არ გამოდის. ყველა შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ ამ კარლოსთან არ გამოდის. არ მაძლევენ, მეგობლებო, მართლა. ალექსმა დაიწყო, კარლოსმაც დაიწყო. ფერმაში რომ მოვა, ვიღაცას თვალს დაადგამს. ანუ მაშალა ხა ძალიან კარგატული, ხო იცი? ვიყვარს. მოდიან. ვინც ვერ ხედავ, შეიძლება ვერ გაიგოს. იფიქროს რას ლაპარაკობენო, მაგრამ აი რომ დათვება, ფერმაზეც საქმეები რომ დასრულდება, ღმერთმა თუ ინება ფერმას ვიზიტორებისთვის გავხსნი. ფერმს უნდა მოსვლა, ბევრჯერ მირეკავენ და მეკითხებიან. ეხლა ყველას როგორ მივირებ? შენ ხომ მოხვედი და ნახე. კი, ეხა ამინდი 10-ზე კარგია და ცოტა რემონტიც გვაქვს. კი, ცოტა საქმეები გვაქვს. ზუსტად, ცოტა. როცა ძაღლები მოდიან, ხანდახან ჩემი პატარა ძმები მოდიან, მეუღლები ხელს ნუ შეყოფ, მაგრამ მაინც შეყოფენ. ალიციან როგორ მიუახლოვდნენ ძალს. ყოველთვის ვერ დაუდგები თავზე თუ რამე საფრთხე იქნება ან რამე მოხდება, თავზე პრობლემას გადაიკიდებ. ამიტომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, სულად მოვაწყოთ. ამის შემდეგ სტუმრებისთვის გავხსნი მობრძანით მეგობრებო. გარკვეული დრეები გვექნება და იმ დრეებში ინშალლა გახსნას ვაპირებ. შენი ესე იგი იგივეა ამასთან ფორმით. იგივეა, უბრალოდ ჩემი მამრობითია და ცოტა სხვანაირია, რა თქმა უნდა. შენი არაა მამრობითი. ჩემი მამრობითია. მაგალითად ეს დაახლოებით 13 კიმოა ძმაო, დასუკვირას ავწონებ. ჩემი 15 ნახევარია თითქმის 16. რა თქმა უნდა, ნორმალურია. 3 კილოთი განსხვავება. მამრებთან სხვანაირადა. მაგრამ ორივეს განვითარება მაშალა ძალიან კარგად მიდის, ალჰამდულილა. მისი აღნაგობა და ასე შემდეგ, ჩემი აზრით ძალიან კარგია. ინშალლა ისინი ჰექტორივით დიდები იქნებიან. არანაირი დისკომფორტი არ ქონიათ? ვაქცინაცია გავუკეთე. იგი ვაქცინაციას დასუნდა, ყველაფერი დასუნდა. ლეკვის პერიოდში ვაქცინაციას არ უნდა დაივნორო. ღმერთმა დაგიფაროს თუ სისხლიანი დიარეა დაემართა, დიდი უბედურებაა. ღმერთმა დაგვიფაროს, ამიტომ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვართ. მოდი იმ მანქანასთანაც მივიდეთ, ასაცმელი სულ ჩამისვალა მართლა. თუ დღესაც საულის ასაცმელი მოხვედი სერვისში, ვიში ასე მოხდება. სერვისში არ დამსვია, ისევ ძაღლმა დამსვარა. ფერმაში ძაღლები მომბეზდა, სერვისში მოვდივარ და ისევ იგივეა. ეხა ცოტა განგაში ზაღები რეკავს. მხოლოდ ესენი არა, კიდევ 3-5 ძაღლი ყავს, რომლებსაც უმლის ერთი ლიმუზინივითა, ლიმუზინს რო ეძახის. მაილო. მაილოს კარგად უყურე. აი ასე ზოგიდან მოვეფერები, მაგრამ დაიჭირე. მაილოს საფრთხეობთ ვარნელი. მოხედე მოვეფერები შეკი წინიდან დაიჭირე. კარგი. დარჩი. როცა მე აქ ვარ, უფრო მეტი პრობლემა იქნება. მაილო, შენ უბრალოდ დაიჭირე. ოშებული არ გეჭიროს. არა, ვიჭერ. მაილო. კარგი, ძალიან არ დავაძალებ. თუ რამე ზედმე და დააძალებ, ყველაფერი გაფუჭდება, ხო ასე? ძალიან უდავაძალებსო, თავი არ დავგარბოთ. ძმაო, ძალიან კარგია, მაგრამ ეს ცოტა პრობლემაა. როგორც გითხარით, დაალაიქეთ ბევრი და კარლოსთან ერთად მოვალ. სიტყვას გაძლევთ. მოდით ამ მანქანით დავიწყოთ. ეხა დავიცვოთ. მოდით მარჯვენა და მარცხენა მხარეს ვაჩვენოთ. ჰეი, ხალხმა ნახოს. მოტორის ჩვენებაც ხომ არ გვინდა? აჩვენე, მიდი. ნახეთ, იქნებ გაკიდვა მინდა, ვნახავთ. სინამდვილეში არც მინდა, არ ვიცი, შეიძლება არც გავყიდო. მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტ, თორე ეს გასარიბი მანქანა არ არის. ბაზარზე ესეთი სუფთა და მოულილი მანქანა სხვაგან ვერ ნახავ. არ გახსნილა, არა. მოდი ამ ძრავს მაჩვენე ძმაო, ასე ერთი კარგად. ნახე, გადაიში. ძრავი ასე საათივით მუშაობს, აქვს რამე ნაკლი. ნახე, ეს კაცი ძრავის ოსტატია. როგორ ფიქრობ, ჩვენი მანქანის ძრავის მდგომარეობა როგორია? ძმაო, ძრავის მდგომარეობა ისედაც კარგია. ჯერ ერთი გაზზე არ არის, ეს უკვე პლუსია, იმიტომ რომ გაზი არ აქვს. სალონი. კარგი, შიდა ნაწილები. დიახ. არ ჟონავს, არ ხმაურობს არაფერი. გადაცემათა კოლოფი სუფთაა. უბრალოდ, ანუ ქვედა ნაწილებსაც გავაკეთებთ, მათშიც სინამდვილეში განსაკუთრებული პრობლემა არ არის, მაგრამ როგორც ვთქვით, აიფუნ აგას ცოტა. როგორ ამობენ, პიმპირიკლიაო. იმიტომ რომ პიმპირიკლია. ხო, სუფთა იყოს. ნივთს კარგად უნდა მოუარო, რომ არ გაგაწმილოს, მეგობრებო. ფაში მიდის, ვიდეოს იღებს. ამით სტამბოლში წავედი, იზმიტში, იალოვაში, ანკარაში, ერთხელაც კი გზაში არ გავჩერებულ ვარ. მანქანა არ დამისვენებია. ძრავა მადლობა ღმერთს, საათივით მუშაობს. მათალი რო ვქო, ცოტა სიამოვნებისთვისაც აკეთებ ამას. ვინ იცვალებს თავს მაგით, ა? ეს მარტო ქვედა ნაწილისთვის არ არის. მოდის, აქ ვაკეთებ, ფიქ ვაკეთებ, უყურებს, ანუ ხო, მიყვას კიდეც, მაგრამ რაც გაქვს, იმას უნდა მიხედო. ფული ადვილად არის შოება, მეგობრებო. დაინტერესდები. ზუსტად ასეა. მე ჩემი თვალით ნახე, ხედავ ყოველ კვირას 2-3 ჯერ მაინც ვთილობ მოსვლას, იმიტომ რომ მიყვარს. იმ ადგილსაც ძალიან ყურადღებას აქცევს. ყველა ადგილს. იმიტომ რომ გიყვარს. აი ესეა. მანქანა ნახეთ, ქვედაც ავწიოთ, ყველაფერი რო გამოჩნდეს. ამას ხურავ. მოდი დავხუროთ. ქვედა ნაწილი კარგად დაათვალიერეთ მანქანის. ქვედა ნაწილები მაგალითად, ქვეშ არ არის ელყობა. ელყობა საერთოდ არ არის, ვინც ელყობას იპოვის, მანქანას უფასოდ მივცემ, ასეთ ამამად ვამბობ. ელყობა არაფერია, მეგობრებო.
მაქს, სად არის ჩემი ასლანი? თუ ამასაც მივცემ, ეხლა ისევ ძაღლებს ამით ვატარებ, რადგან სავარძლების შიგნით გავაკეთე, მანქანის შიგნით არდებ, ფარგაში ვდებ, თუ მივცემ, პანელვანი გამოვა. მაქვს მანქანის ყიდვის აზრი, რომ ცხოველები კომფორტულად გადავიყვანო, ამიტომ თორემ არ მივცემდი. ესეთი განზრა ხომ აქვს, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული. ნახავთ მეგობრებო, მოდი ავწიოთ. მაქს, სად არის ჩემი ლომი? ეს კარლოს დაესმება თავს თუ არა? მაქსი მაქსზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ მაილო პირველობას აიღებს, მაქსიც მას მიბაძავს და мотиваციას მიიღებს. არა, მაგალითად, მანქანიდანო ჩამოვიყვანო კარლოსი აქ, პირდაპირ დაიწყებენ ჭუბს, არ დაიწყებენ. მაგრამ კარლოსი გააკეთებს. მაილო გააკეთებს? კარლოსი მაგალითად პირდაპირ გადაეშვას, ესეთი გადაეშვებიან? გადაეშვებიან. მაშინ უნდა შეაჩერო. ის არასდროს იხევს უკან ცხოვრებაში. ეს შეიძლება გაიქცეს, რადგან პატარაა. ან შეიძლება მისი გაწვრთნის გამო, მაგრამ მაილო ძალიან დამსველია. ანუ ეხლა კარლოსთან ერთად ჩამოვედი, ეგ პირდაპირ დაესხება? მაილო, ეხლა გეუბნები და როცა მოიყვან, მაშინაც იგივეს გეტყვი. მაილო აქ იქნება, შენ მანქანით აქ მოხვიდე. როგორც კი კარლოს ჩამოიყვან მაილო, პირდაპირ დაესხება, მაშინ შენ დაიჭერ. საერთოდ დაზაინდეთ. მოდით ეხლა ვცადოთ, მეთმა დავიფაროს. რამდენიმე დღისით ჩემი მეგობარი მოვიდა, ჩვენ თემა არ არის, მაგრამ პიტბულთან ერთად მოვიდა მოტოციკლეტის წინ დასვა. შეცხო გაჩვენე პიტბული. ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ერთი ნახვა რო გეთქვა, შესანიშნავი ძაღლი იყო. მეგობარს აქედა ხელი დაუქნიე, ორივე თავისუფალი იყო, იმიტომ რომ შეულებრივი მათი ბუდე იქაა. მიუხედავად იმისა, რომ ყვიროდი არ მოიყვანო, მაინც აქ მოვიდა. პიტბული ეხლა დომინანტი ძაღლია. ერთი შევარდა, ამჯერად ეს ორი ერთად გაერთიანდა. ხო, გაერთიანდე. ერთიანდებიან, შეულებრივ საერთოდ ვერ ეწყობიან, მაგრამ თუ პრობლემა გაჩნდა, ერთად ერთიანდებიან. ეხლა ამ მაღაზიას იცავენ, ალბათ ამიტომ არ ვიცი. რა თქმა უნდა ასეა. მაგრამ მაშინ რო ჩაერთნენ პიტბულთან ჭუბში. მაშინ რო იჭუბეს. მაშინი ანუ სამნი ვიქავით და ვერ გავაშველეთ. რას ამბობ შენ? ვერ გავაშველეთ ძმაო. მაილო იწყებს, ეს კი აგძელებს. მერტ ვაქნას კარლოსი რომ მოვა, ეგეთ რაღაცას ვერ არ გავაკეთებ, ნახე კარლოს. ანუ ასე. ნახე ვერ გავაცალკებთ, ა? ეხა მაგას შეგნებულად მოხვალ, ხო იცი? მე ამათზე მეტად მაინც კარლოს არ ვენდობი. კარლოსი ძალიან წარმოსადეგია. ხო. ეხა ესენი ცხოველები არიან, ხო იცი? დამეს გეტყვი, ამას დაიჭერ, ეს ასე დარჩეს, ეს ვცადოთ, ამას დაიჭერთ. რა თქმა უნდა, მას გალიაში ჩავდო. ასე ვწდით. შემდეგ გაცნობას მოვაწმობთ. ძმაო, ეხა ძალიან რისკიანი ვიდეო იქნება. დიახ. არცა სერიოზულ რისკზე შევალ. გააკეთეთ რაც გითხარით, დააწექით ლაიქს მეგობრებო, 8000 ლაიქი მოვიდეს, სიტყვას გაძლევთ, ნოვალ. მოდი ავწიოთ ოსტატო, ნახოთ. აინახე, აი ეს დასული ძაღლია მაგალითად მეგობრებო, მარლად ზუსტად ესეთია. ეხლა ლეკვი ძალიან მოფერებით იქცევა, ხო, ზდასული. ძაღლი კი იმიტომ რომ სერიოზულია, მას არ უყვარს ასეთი ქცევა. ლეკვს აფრთხილებს. თუ ძალიან გადააჭარბებს, შეიძლება კბილიც დაარტყას, მაგრამ სხვა მხრივ ზიანს არ მიაკენებს. ხო, ლეგუზე ავტორიტეტის დასამყარებლად რო არ გათამანდეს. მაგალითად, მაქსი მასთან შედარებით ცოტა უფრო მშვიდია, რას აკეთებს? როცა ლეკვი მიუახლოვდება, შორდება, იმიტომ რომ ახალგაზრდაა, მაგრამ რო იყოს დასული, ისიც გაღიზიანდებოდა, გაიგეთ? მაქსი ძალიან მიყვარს, ძალიან ჭკვიანი ძაღლია. არც ეშინია, არც ერიდება, საოცრად ლამაზი ცხოველია. ტოროსისო წამოიწია, მაშალა, კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდა. შეხედეთ ამას, მაშალა. კარგად ვიშლომეთ ამ მანქანაზე, მეგობრებო. ეხლა მინდა ჯერ ეს თქვა. შეულებრივ, ვიდეოს რო უყურებენ მეგობრებში, აუცილებლად იქნებიან მექანიკოსებიც, იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ საქმეს კარგად უცუდათ, მაინც იცნობ. შენ ხომ იმდევრები ხავს? რატო დავათვე ტოროსი აქედან? მოდი. მაჩვენე. ეხლა შენც გეუბნები ძმაო, რატო არის აქ? ჩვეულებრივ ტოროსებს ძირითადად შასიდან უთხრამენ. აქ იმიტომ რომ ეს ადგილები ელპება. მე სპეციალურად აქ დავარტყი რომ მანქანის მდგომარეობა დაენახათ თუ შენიშნე. არც კი დაიჭმუჭნა. არა. ეს იმის საჩვენებლადაა რომ ის იცია. მაგალითად აქ დავარტყი. ჩვეულებრივ აქ ვარტყამთ. აქ დავარტყი და ჟანგი არ არის. არა, შასები საერთოდ ახალია. შასები საერთოდ ახალია, ამიტომაც აქედან არ დამიტყავს. მარტო შასით ანთავდება. შეულებრივ აქეთ ძალიან ლიპება ტოროსებს. უკვე 20 წელი ამ საქმეში ვარ და ასე თუ ისე ვიცით ეს ყველაფერი. დიახ. თუ ხვალ ან ზეგ მანქანის გაფირვას გადავთქვეთ, მაინც გამოჩნდება ადამიანი, ვინც იხიბით. შვიდად იქნება, ხო? ქვედა ნაწილი ძალიან სწორია. არაფერი შვის. ანუ ტოროსებზე იფიქრე. 90 რამდენი? ეს მანქანა 91 წლის მოდელია. რამდენი წელი გავიდა? 35 წლის მანქანაა. ანუ ეხლა უკვე ელპობის გარეშე, ობის გარეშე დარჩენის შანსი არ აქვს. მაგრამ ესენი ალბათ იმ იშვიათებიდანაა, ვინც გადარჩა. დიახ. ეხლა ქვედა ნაწილებში ასეთი სიცარიელეები გვაქვს. აი ამ სიცარიელეებისთვის დღეს თაიფუნაგა მოვიდა.
ისინი გაკეთდება. შეუულებრივ ისეთ საქმეს არ ვილებ, რომელსაც არ გავაკეთებ, მაგრამ თაიფუნ აგა დილით 8-ზე მოვიდა. ადექი. შეუულებრივ დღეს დასულთავებას ვაპირებდი, ზეკი ვაირამია, არ მუშაობ, მაგრამ სხვა გზა არ არის. ვიფიქრე, ხალხი ვიდეოს ელოდება, თაშიმნა წავიდე, მანქანამ არ მიმწყუნოს მეთქი, ხო გესმის? რამდენი დროა ვიდეო ვერ ავტვირთეთ. მოდი ვიდეოებიც დავაგროვოთ. აქეთ-იქით წავიდეთ და ლამაზად გადავიღოთ. ამიტომ ტაიფუნ აგასაც ვერ ვაცვენინებთ. ვეთვა დაგლოსს. ერთ ვიდეოში ჩვენ შევალთ დღეში, იმიტომ რომ ტაიფუნ აგასთან ერთად დღის ვიდეო არ მაქვს. რაკი უკვე დავითანხმეთ, ეს შანსიც გამოვიხენოთ. ამჯერად თუ მანქანას არ გავაკეთებ, ვიცი რომ არ წამიყვანს, ამიტომ იძულებული ვარ გავაკეთო. უბრალოდ მინდა მეც წამიყვანო თაში კარლოსთან და ალექსთან ერთად ვიდეო გადავიღოთ, სხვა გზა არ არის. ცოტა უფრო მაღლა ავწევთ მანქანას, რომ ქვედა ნაწილი არ დააზიანოს. ცოტა აციე, ნახე ბოლოს დღეს ისეთი გზიწაგიზაივედი ბიგებიცები შეიძლება ფოფრობის მანქანაც ვერ გაიაროს. მართლა? არც კი იმჩნევს. მაგრამ თოროსი კაც ძაზე არ დატოვებს. არ დაუტოვებია, არასდროს დაუტოვებია. მოუარე, არ გაგაწბილებს, ხო გაიგე? არასდროს. ამიტომ შეიძლება ის ფურგონი, რომელსაც ვიყიდი, ამ მანქანის მე-13-საც ვერ გააკეთებს, მაგრამ ძაღლი რო კომფორტულად ვატარო, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ცოტა უკეთესი იქნება. ფურგონი მანქანაა, მაგრამ უკვე გეუბნებით რატო, იმიტომ რომ ძაღლები დიდი არიან, პატარა ძაღლს არ ატარებ და ცოტა უკანა ნაწილი ესე ცარიელია, ამიტომაც. ხო, აი ეს. შემდეგ როგორც წესი, ვეტერინართან 60 ძაღლი მიყავს. თაშილმითაც გავაკეთებიდე, ხო იცი, ძაღლის ჩასმა აღარ მინდა შიგნით. ფარგას შილოვდებ, არც იქეტება. ამიტომ ესეა, აი ეს, კარგი იქნება. ანუ გაზრა ხვა გვაქვს. ჩვენი მანქანის მდგომარეობა ნახეთ, მეგობრებო. ჩვენთან 3-4 ძაღლია 5 კილო ხორცი ყოფნის მათთვის. ტაიფუნ აგამ კი 60 კილოზე ნაკლებ ხორცს საერთოდ არ მია. ხო, სავსეა, მანქანაში აღარ ეტევა, მერთმანი, აღარ ეტევა. ეს პრობლემაა. ახალ ნაკით მანქანაში, ბარგაში არ ეტევა. სულ უკანა სავარჯლებზე ვდებ. ამიტომ ეხლა მოდით, ამ მანქანას მივხედოთ, მეგობრებო. დღესაც ვიფიქრე, ოსტატის იქაუ ძაღლებს გაჩვენებთ მეთქი. როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი გეგმაც ეგ არის. თუ ცოტა ხნის წინ თულ მოწონების რაოდენობას მივახციოთ, კარლოს მოიყვან? მოვიყვან, სიტყვას გაძლევ. კარგი. კარლოს მოვიყვან. კარლოსთან ერთად შესაძვის დავარტყამთ. კარლოსთან ერთად შენთან შემოვარდებით. კარლოსთან ერთად ჩემს ადგილას რო დავარტყამთ, კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს. თუ მოვა, კიდევ ერთი ადგილი არსებობს. ყავის გამყიდველი. ჩვენს თავზე ასეთი ყავს. მე მყავს ერთი ყავის გამყიდველი, არავის უცხრობს რა. ძაღლის ეშინია. ანუ სინამდვილეში არ ეშიმია, უბრალოდ ტიკი აქვს ამ კაცს. ცოტა. მას პირდაპირ შეუშვათ. ცოტა რაღაც იყოს, ხალხი ცოტა ბაირამის წინ გაიღიმოს ამისთვის. კარგი, თუ ვიდათ იმასაც გავაკეთებთ, მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიცდეთ ვიდეოს მოწონება და არცზე გამოწერა. კარგად მოუარეთ თავს. ნახვამდის, შვიდობით, მეგობრებო.